ჩემი ცხოვრების გზა სიყვარულით დამთავრებული და გამძლეობით გაგრძელებული. 18 წლის ვიყავი, როცა მამიდასთან სოფელში სტუმრად ჩავედი. ერთი უბრალო დღე იყო. მამიდამ მე და ჩემი და მაღაზიაში გაგვიშვა. არ ვიცოდი, რომ იმ მაღაზიაში შეხვედრილი კაცი ჩემი მომავლის ნაწილი გახდებოდა. მოგვიანებით ის ჩვენს ეზოში გამოჩნდა, თავისი მეუღლით და უფროსი ვაჟით. მამიდამ სტუმრები რომ გაისტუმრა, შემოვიდა სახლში და დაიწყო. კარგი ოჯახია, შრომელი ხალხი. შეხედე რა ლამაზი ბიჭია. მე კი უარზე ვიყავი. მე სიყვარული მინდოდა. სიყვარულით გათხოვება. საბედნიეროდ მამა ჩემი ჩემს მხარეს იდგა. სიყვარულის გარეშე არ გაგათხოვებ მითხრა. თუმცა ის ბიჭი ისეთი გულწრფელი, თავმდაბალი და ადამიანური აღმოჩნდა, რომ ბოლოს თავისი ადამიანობით შემაყვარა თავი. გული გამითბა. როცა ჩემი გრძნობა გავანდე მამიდას, სიხარულით მთელ სოფელს ამცნო. დიდი ქორწილი გადაგვიხადეს. ქმართან ერთად ცხოვრება ბედნიერი აღმოჩნდა. ის იყო ოცნებებში ჩასახული მეუღლე. კეთილი, მოსიყვარულე და მზრუნველი. მამამთილი ჩემზე გიждდებოდა. ჩემი პრინცესა, მეძახდა. კარგი კაცი იყო. ყველაფერში გვერდით მედგა. დედამთილი კი ვერ მიტანდა. ჩემი მაზლის ცოლი უყვარდა. მისკენ იყო სითბო და ყურადღება. მე კი ვცდილობდი ყველაფერი მოთმინებით ამეტანა. სახლი ავაშენეთ. მამამთილმა თანხა მოგცა. ჩვენც დავამატეთ. ორსართულიანი სახლით დავიწყეთ ოჯახური ცხოვრება. ორი ბიჭი გავზარდეთ სიყვარულით. მუშაობდით და არაფერი გვაკლდა. და მერე ცხოვრებამ კიდევ ერთი გამოცდა მომიტანა. დედამთილს სიმსივნე დაუდგინდა. მკურნალობა დაიწყო. შემდეგ ჩემმა მამამთილმა დასასვენებლად გაუშვა. ჰაერი გამოიცვალოს, იქნებ უშველოსო და წავიდა სუფთა ჰაერზე. ეს დღესაც წავედი დედამთილთან, ჩავაკითხე. დედამთილს თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა, განადგურებული იყო, ძალიან განიცდიდა თავის დიაგნოზს. დავუჯექი გვერდით, მოვკიდე ხელი და ვუთხარი, მოდი ჩემთან, მე მოგივლი, არაფერს მოგაკლებ, ყველანაირ ტკივილს დაგავიწყებდეთ. გაუგნებულმა, თვალცრემლიანმა შემომხედა. ბოლოს წამოვიდა, მთელი დარჩენილი სიცოცხლე ვუვლიდი. ძალიან თბილად ვექცეოდი, ვეფერებოდი და სიკვდილის წინ მითხრა, შენ ჩემი რძალი არ ხარ, შენ ჩემი ქალიშვილი ხარ. დასაფლავების დღეს ჩემმა მაზლმა მიწაზე დამაგდო. დედა ჩემს ფულის მოპარვა დააბრალა. მithრია, დამამცირა, ყვიროდა ხალხში. ამ დროს მამამთილი გამოვარდა. შვილს სახეში გაარტყა და უთხრა. ის ფული მე მაქვს. რძალს ბოდიში მოუხადა. ის ღირსეულად უვლიდა დედაშენს. ამ დღის შემდეგ გული გამითბა, მაგრამ ტკივილით დარჩა. ეს ამბავი ჩემმა ქმარმა ვერ გაიგო. არ მინდოდა საკუთარ ძმაზე გული დასწყვეტოდა. რამოდენიმე თვის შემდეგ ჩემმა ქმარმა ინსულტი მიიღო. 6 წელი მის საწოლთან ვიდექი. ხელით ვაჭმევდი, თვალებით ვეფერებოდი. ის ჩემი სიცოცხლე იყო. 6 წლის შემდეგ კი წავიდა იმიერში. დავრჩი მარტო, ორი ბიჭით. ვმუშაობდი, ძალიან დაბალი ანაზღაურება მქონდა. თვიდან თვემდე ძლივს გაგქონდა თავი. მაზლი და რძალი დამცინოდნენ, ირონიულად მიყურებდნენ. არავინ მეხმარებოდა, მაგრამ არ დავეცი, თავი ავწიე. ჩემი შვილები გავზარდე. ერთმა ოჯახი შექმნა და რუსეთში წავიდა. წარმატებას მიაღწია, მეხმარებოდა. მეორე ჩემთან დარჩა. ერთობლივად ვშრომობდით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით წინ. ცხოვრებამ ისევ შემოატრიალა ბორბალი. ახლა მშვიდი ცხოვრება მაქვს. ფულიც მაქვს. სახლი ისევ სიცილით და სითბოთი ასავსე. დღეს ისინი, ვინც მაშინ დამცინოდნენ და მიმატოვეს, ეხლა დაახლოებას ცდილობენ. მეპირფერებიან, გულს მithბობენ, მაგრამ მე ხო ყველაფერი მახსოვს. მახსოვს ტკივილი, დამცირება, სიცივე და მარტოობა. მახსოვს შრომა, სიჩუმე და სუფთა გული. და ახლა, როცა იმაზე მაღლა ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილ ვარ, ვამაყობ, რომ ეს გზა გულით, მოთმინებით და სიყვარულით გავიარე. ჩემმა გულმა ყველა ჭრილობა მოითმინა, გაუძლო ტკივილს, შიმშილს, სიცივეს, მარტოობას, დამცირებას, მაგრამ არასდროს დაკარგა ადამიანობა. მე ვიყავი ქალი, რომელმაც ცხოვრება საკუთარ თავზე აიღო. როცა სიყვარული არ იყო, მოთმინება მოვიხმე. როცა თანადგომა არ მქონდა, რწმენა ვიპოვე. როცა მტრები გამიჩნდნენ, სიჩუმე ავირჩიე. და როცა ყველაზე მეტად დავეცი, ზუსტად მაშინ აღმოვაჩინე, რამდენად ძლიერი ვიყავი სინამდვილეში. ყველაფერი რაც დამემართა, საჩუქარი აღმოჩნდა. ტკივილმა მასწავლა ადამიანების ცნობა, მარტოობამ საკუთარი თავის სიყვარული, ხალატმა პატიება და სიყვარულმა თავდადება მასწავლა. ჩემი გზა მარტივი არ ყოფილა. მე არ ყოფილვარ გმირი, უბრალოდ არ დავნებდი. წლების განმავლობაში პირში გიღიმიანდა, ზურგს უკან კი ტკივილს გაყენებენ. ეს არავის ავიწყდება. არც მე დამვიწყებია, მაგრამ სიმშვიდე, რომელიც დღეს მაქვს, არავის წინდათ არ მერგო, ის ბრძოლებით მოვიპოვე. დღეს როცა მახსენდება ის დღეები, აღარ მცხვენია, არ ვტირი, მეღიმება, იმიტომ რომ ყოველი ცრემლი ღირდა ამ დღისთვის. დღეს როცა ჩემს ირგვლივ ისევ მოდიან ისინი, ვინც ოდესღაც შურით მიყურებდა, მე აღარ ვბრაზობ, უბრალოდ ვიცი, ღმერთი ყველაფერს ხედავს. და ის, ვინც მოთმინებით მიდის,
ბოლოს აუცილებლად იმკის სიმშვიდეს. მე ვარ ქალი, რომელმაც სიყვარულის გარეშე შექმნა ოჯახი და სიყვარულით გადაარჩინა ის. ქალი, რომელმაც ყველაზე მტკივნეული გამოცდილებებიდან საკუთარი ძალა აღმოაჩინა. და დღეს არავის არაფერს მომტკიცებ, ჩემი არსებობა უკვე მტკიცია.